2025 წელი საგრძნულად ნაყოფიერი გამოდგა საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის, საგრძნულად მოიმატა შედეგებმა. თითოეული ეს სპორტსმენები, რომლებიც ესე იგი მონაწილეობენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე და მოემატათ ის შედეგები, რა თქმა უნდა, და ის დონე, რომელსაც მაგალითად ახლა შეგვიძლია წავიდეთ რამდენიმე წლის უკან, როგორი შედეგები ქონდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ამაგი აქვს მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ამხნევებენ ჩვენ სპორტსმენებს. თითოეული სპორტსმენი, რომლებიც მაგალითად ახლა რამდენიმე წლების უკან ფაქტიურად ჩვენთან გაიზარდნენ და რო უყურებთ ახლა რამხელა განსხვავება არის, ხედავთ ესე იგი თვითონ რამდენად აფასებენ ამ შრომას და ჩამოყალიბებული სპორტსმენები შედგნენ. საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონ დავით ხახუტაშვილმა დაგვაჯილდოვა და გადმოგცა ფულადი პრემიები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. პირადად ჩემთვის წლევანდელი წელი საკმაოდ წარმატებული იყო და გავხდი მესამედ ევროპის ჩემპიონი და კიდევ ერთხელ ვასახელე ჩემი ქვეყანა. ამგვარი წახალისებები ძალიან მნიშვნელოვანი არის სპორტსმენისთვის, მისი მოტივაციისთვის. კუდოს ფედერაციას კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის, დაფასებისთვის. და ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ წლებში კიდევ ბევრ წარმატებას ვიზეიმებთ ერთად. 2025 წელი ჩემთვის ყველაზე კარგი წელი იყო, რადგან 2024-ში გავხდი ევროპის ჩემპიონი და მეორედ გავხდი 2025 წელს ევროპის ჩემპიონი. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება და როდესაც შრომა გიფასდება და საქართველოს კუდოს ფედერაცია გეხმარება ამ ყველაფერში, დიდ მოტივაციას გაძლევს, უფრო მეტი რომ გააკეთო. ასე რომ დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს კუდოს ფედერაციას, დავით ყოლბაიას და პრეზიდენტ დავით ხახუტაშვილს. 2025 წელი კუდოს ფედერაციის და კუდოს ნაკრებისთვის იყო წარმატებული შრომა, ტევადი იყო, მაგრამ ამ შრომამ მოიტანა დიდი შედეგები. ჩვენმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა 3 დიდ საერთაშორისო ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე U-16-მდე, მსოფლიო თასზე, სადაც იყო ყველა ასაკი და ბოლოს უკვე სრული 4 სპორტსმენი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე დიდებში და 4-მა მოიპოვა ოქრო. ბოლოს კუდოს სპორტსმენები ძალიან ძლიერები არიან, მაგიტომ 2026 წელს ჩვენ გველოდება რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი. საკმაოდ საინტერესო წელი იყო ჩემი კლუბისთვის ეს წელიწადი. 2025 წელს მივიღეთ რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა. დავდეთ ძალიან კარგი შედეგები, რითაც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება დღევანდელ დაჯილდოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე სპორტსმენებისთვის. ეს არის ერთგვარი სტიმული ყველა სპორტსმენისთვის. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს კუდოს ფედერაციას, ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახუტაშვილს და ასევე დიდ მადლობას ვუხდით ფედერაციის მთლიან გუნდს.